მოგესალმებით ყველას. დღეს მინდა შემოგთავაზოთ ცოტა განსხვავებული თემატიკის ვიდეო. დღეს მინდა გასწავლოთ, როგორ გავწმინდოთ ტაროს დასტა ენერგეტიკულად. ყველაზე მარტივი მეთოდები რაც გვაქვს. ეს არის ჰაერის და ცეცხლის სტიქიის დახმარებით გაწმინდა. Რა თქმა უნდა, კლასიკურად პირველ რიგში შეგვიძლია რომ სანთლით გავწმინდოთ. სანთლის ალზე მარტივად ესე მოვატაროთ, ისე რომ არ დაიწვას, მაგრამ ჰაერი სანთლიდან წამოსული თბილი ჰაერი უნდა აუცილებლად მოხვდეს მას. ანუ სანთლთან ახლოს, მაგრამ არა ისე რომ დაიწვას. შემდეგი მეთოდი ეს არის სურნელოვანი ჩხირი. შეგვიძლია უბრალოდ დავიჭეროთ დასტა, ეს ცოტა ხანი აღარ დაგჭირდება. შეგვიძლია რომ დავიჭეროთ დასტა და უბრალოდ აი ესე შემოვატაროთ. შეგვიძლია გავშალოთ და ესე შემოვატაროთ. ისე რომ თითოეულ არკანს მოხვდეს ჩხერიდან წამსული კვამლი. შემდეგი მეთოდი არის სეიჯი. მე სეიჯის დაშლილი სეიჯი მაქვს, იმიტომ რომ არ მიყვარს, ზომაში დიდია და ჩემთვის არ არის პრაქტიკული ამის გამოყენება. ხანი უნდა დაველოდოთ, რომ გარკვეულ ნაწილს ცეცხლი კარგად მეკიდოს და ესეც იგივე მეთოდით უნდა შემოვატაროთ. ჩემ პრაქტიკაში ყველაზე ძლიერი არის სეიჯი. ეს არის პალო სანტო. პალო სანტო მეტად უფრო საკუთარი თავის გასაწმენდად არის რეკომენდირებული, თუმცა შეგვიძლია დასტაც გავწმინდოთ. ძალიან კარგია თუ მაგალითად პალო სანტოს დავანთებთ მაშინ, როდესაც ტაროლოგიურ კონსულტაციას ვატარებთ სხვას ვუშლით ტაროს. ეს უზრუნველყოფს ჩვენი ენერგიების, ესე ვთქვათ, სიზუფთავეს. ახლა ცოტა ხანი ვავედებით და მოვატარებთ. გარდა ამისა არსებობს მარილით წმენდის მეთოდი, როდესაც დასტა უნდა მოვათავსოთ თასში და დავაყაროთ მარილი ისე რომ სრულიად დაიფაროს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არის ხანგრძლივი წმენდა, ეს მარტივად და მოკლე დროში არ ხდება. ამ შემთხვევაში უნდა დავტოვოთ მარილში, ან მაგალითად მთელი ღამე, ზოგი 3 დღეც ტოვებს. გაჩნია ვის როგორ უნდა. ამ ყოველ შემთხვევაში გარკვეული რამდენიმე საათი ან მთელი ღამე უნდა დავტოვოთ. შეგვიძლია მთელი დღეც, ან 24 საათი. ასევე ზოგი მიმართავს წყლით წმინდას, მაგრამ მე მაგალითად ამას რეკომენდაციას არ ვუწევ, რადგან ძალიან დიდი არის კი იმისა, რომ წყალმა დააზიანოს დასტა. თუ არა შეგვიძლია რომ მაგალითად პარკში მოვათავსოთ, რომელიც ჰერმეტულად იკეტება და მოვათავსოთ შემდეგ წყალში ეს ყველაფერი, თუმცა მაინც არ ვუწევ ამ მეთოდს რეკომენდაციას. მადლობა ვინც მიყურეთ. გამომიწერეთ, დამასაბსქრაიბეთ. მე კი ესეთ ვიდეოებს უფრო ხშირად და უფრო მეც შემოგთავაზებთ.